5 ხელა, 5 ზომის ხელა. რა მოხდა ესე იგი, ეხლა ხდება. აი დამკვირვებელი მყავს ესეთ სამყაროში, ხო? ეს კვანტური ხმაური იქნება. მაგრამ სამყარო ხო ფართოვდება მუდმივად. ეს ტალღა იქნება, მერე იჭიმება. ესე იგი, შეიქმნა ტალღა, გაიჭიმა. შემდეგ წინა ტალღა უკვე გაიჭიმა. შემდგომი ტალღა ცოტა ხნის მერე გაიჭიმა, ასე შემდეგ. ესე იგი, ამ 5 ზომა ჩვენ ვიცით, რომ იყო დაახლოებით, ძალიან, ესე იგი, ოპტიმალური რიცხვები გვეუბნება, რომ მაგალითად შეიძლება ყოფილიყო 10 ხარისხად -25 სანტიმეტრი. ძალიან ფანტასტიკური პატარა ზომებია, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ტალღის სიგრძე ექსპონენციალურად გაიჭიმა, რა მოხდა? ის მოხდა, რასაც თქვენ როდესაც ფილმს უყურებთ, ხო? ფილმს რა ხდება? ფილმზე ჩაწერილია ძალიან პატარაც, მაგრამ პროექტირდება ძალიან დიდ ეკრანზე, ხო? ესე იგი, ეს ტალღა დააპროექტირა მთელ ჩვენ ცაზე დღეს. დღეს ეს ამ ტალღების სიგრძე, რაც მაშინ იმ ყუთში იყო მოქცეული. დღეს ამ ტალღების სიგრძე არის 13 მილიარდი სინათლის წელიწადი. და ამ ტალღებს დღეს ჩვენ ვაკვირდებით. საიდან? იქიდან რომ ამ ტალღებმა, ვინაიდან იყო ეს, ამ ტალღებმა შექმნეს არაერთგვაროვნება სამყაროში. ეს არაერთგვაროვნება, ამ არაერთგვაროვნებაში ჩაწერილია კოდი რა, როგორ გითხრათ ახლა, როგორც ინფორმაცია ციგში რო ვწერთ, აი ესე ეს კოდი ცაზე არის დაწერილი რა. ამ კოდს ეს დღევანდელი დაკვირვებები კითხულობს და მე ვადარებ თეორიის წინასწარმეტყველებას. რას გვეუბნება თეორია? როგორ უნდა ყოფილიყო ეს სპექტრი ფლუქტუაციების. და თანხმდენა არის გასაოცარი. პრაქტიკულად 100%-იანი თანხმდენაა. ესე იგი, აი ამ სპექტრში, რასაც ეს თეორიის აი ეს ეტაპი წინასწარმეტყველებს და იმაში, რასაც დღეს ცაზე კითხულობს დამკვირვებელი, თანხმდენა არის გასაოცარი. ეს არის ძალიან დიდი მინიშნება იქითკენ, რომ ეს სწორია, რომ ეს ეტაპი არსებობდა. იმიტომ რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ესეთ თანხმდენა იყოს შემთხვევით. ასაგებია, ხო? ესე იგი, ეს არის მეორე მინიშნება ამის. ეხლა საბოლოოდ არ ვიცი მე რაღაც 10 წუთი დამჭა, შეიძლება გადავაჭარბე უკვე. რამდენია? 15 დამჭა, ხო. ესე იგი, რა ხდება? და როგორ არის ეს სპექტრი, უხეშად რო ვთქვა, არის ეგრეთ წოდებული, ბრტყელი სპექტრია მოკლედ რა. და მაგრამ ამ სპექტრამ არის რაღაც გარკვეული გადახრა და ეს გადახრის წინასწარმეტყველებაც ასევე ძალიან კარგ თანხმდენაშია ექსპერიმენტულ დაკვირვებებთან რა. მოკლედ უხეშად რო ვთქვა, ეს მეცნიერების ეს მიმართულება, აი მაგალითად ეს არის მაგალითი, ძალიან კაი მაგალითი იმისა, როგორ ხდება აბსოლუტურად ფუნდამენტური და ესეთი მთლიანად იდეებზე დამყარებული მეცნიერება უცებ ხდება ექსპერიმენტული. ეხლა, როდესაც აი ეს იდეები ხალხი გამოდიოდა ამ იდეებით, ეს შედარებით ახალია ეს იდეები, ეს არის დაახლოებით 80-იანი წლები დასაწყისიდან, ხო? 80-იანი წლების დასაწყისიდან მაშინ იმის ტექნოლოგია იმდენად იყო ჩამორჩენილი დღევანდელთან შედარებით, რომ მე მგონი ამ იდეის ავტორებსაც კი ვერ წარმოედგინათ, რომ ეს იდეები ასე ზედმიწევნით შეიძლება ასეთ მოკლე დროის ინტერვალში შემოწმებულიყო. ესე იგი, მაშინ ეს მიმართულება მეცნიერების განეკუთვნებოდა უბრალო იმას, რა ქვია, ფაქტურად აზროვნების სფეროს. და ეს იყო ფუნდამენტური მეცნიერება, მთლიანად აზრზე დამყარებული, ძალიან მცირე ექსპერიმენტული რა ქვია, ამოსავალი მონაცემებით. და რაღაც ექსპერიმენტული წანამტვრები ხო არსებობდა, ცოტა, მაგრამ მარტო. არა, ექსპერიმენტული წინამძღვარი ფიზიკა ესე მუშაობს. ყოველთვის არის რაღაცა წინამძღვარი, საერთოდ სარეალ ადგილზე არაფერი არ არის, ხო? ყოველთვის არის რაღაცა წინამძღვარი, მაგალითად როგორ არისო, ხაბლმა აღმოაჩინა, რომ სამყარო ფართოვდება, ხო? ხაბლის კანონი გვეუბნებოდა, რომ სამყარო ფართოვდება. შემდეგ აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია იყო. შემდეგ ამ დროისთვის 80-იანის დასაწყისში უკაცრავად მე ვიზახი აი გაფართოების ეტაპზე. ეს მიეკუთვნება 80-იან წლებს. ეს მანამდე დიდი აფეთქების თეორია გაცილებით უფრო ადრინდელია, რა თქმა უნდა. აქ ძირითადად ასე ვთქვათ, мотивация აი ამ იდეებისთვის იყო ფუნდამენტური კითხვები. ეს მაგალითად რა აწუხებდა ხალხს? აწუხებდა საწყისი სინგულარობის პრობლემა, ხო? შემდეგ აწუხებდათ ესეთი კითხვები, აი რატო არის ჩვენი სამყარო ამ დიდ მანძილებზე ეს ამდენად ერთგვაროვანი? გასაოცრად ერთგვაროვანი. აი მაგალითად ეს რელიქტური გამოსხივება, რომელიც მე ვახსენე, ხო? 3 კელვინ ტემპერატურის რელიქტური გამოსხივება. ეს მეორე, მაგას კარგით უცებ ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი რა არის? აი ეს სიტუაციაში ვარ ჩვენ დღეს რა. მაგას მეორე პრობლემა ერქვა ჰორიზონტის პრობლემა. ესე იგი რას ნიშნავს? აი წარმოვიდგინეთ რომ დღეს ჩვენ დამკვირვებელი ვართ აქ, ხო? ჩვენ დედამიწაზე.
ეს ჩვენი დამკვირვებელი ყველა მხრიდან ღებულობს აი ამ რელიქტურ გამოსხივებას და აფიქსირებს. ეხლა ეს რელიქტური გამოსხივება მოდის უბნებიდან, რომელსაც დღეს რომელიდანაც წამოსული სიგნალი დღეს პირველად მივიღეთ. ესე იგი, უბანი აქა და უბანი აქ ერთმანეთთან თუ დაუჯერებთ დიდი აი ამ ეტაპს, მარტო ეს ეტაპი რო ყოფილიყო სამყაროში, დავივიწყოთ ეს ექსპონენციალური გაფართოება, წარმოიდგინოთ მარტო ეს ეტაპი ყოფილიყო, ხო? მაშინ ეს უბნები ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირში არასდროს არ იქნებოდა. ესე იგი ორი უბანი გვაქვს, აი მოდის, ერთი არის ჩემგან დაშორებული 13 მილიარდი წლის სინათლის წლით, მეორე არის 13 მილიარდი სინათლის წლით, ორივე მხრიდან მივიღე რელიქტური გამოსხივება. ეს რელიქტური გამოსხივება ყველა მხრიდან მოსული, საოცრად ერთგვაროვანია. ტემპერატურა ყველას აქვს 3 კელვინი დაახლოებით და გადახრა არის დაახლოებით 1/100,000-ი. 1/100,000, ესე იგი ეხლა ეს იმდენად დიდი მისტერია იყო. ეს იგივეა, რომ წარმოიდგინეთ, რომ რა ვიცი, აი რა შევადარო, არ ვიცი. ეხლა აი მილიონი ადამიანი 100,000 კაცი რომ ამოირჩიოთ, რომელთაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არასდროს არ ქონია და ერთნაირი სიზმარი რო ნახონ. ნუ აი 100,000-ში ერთმა რო ნახოს სხვა სიზმარი რა. დაახლოებით ისეთივე დონის მისტიკა იყო. ამას თავის სახელი აქვს ამ პრობლემას, ქვია ჰორიზონტის პრობლემა. ანუ ის თუ ვინ მოამზადა ეს სამყარო ამდენად ერთგვაროვანი, რომ ყველა მხრიდან მოდის ერთნაირი რელიქტური გამოსხივება. ხა ბუნებრივად ადამიანი იტყოდა, რომ კი ბატონო, რელიქტური გამოსხივება შეიძლება იყოს 3 კელვინი, მაგრამ ნუ ბუნებრივად ეს ეგნებოდა, რომ საიდანღაც მოვიდა 3 კელვინი, საიდანღაც 5, ხო? საიდანღაც 1, ხო? რატომ უნდა მოვიდეს ყველა მხრიდან ზუსტად ერთი ტემპერატურა, ძალიან პატარა გადახრით. იზოტროპიულობას და ერგოროვნებას მე დაიგივებთ ამ სიტუაციაში. ამისთვის ერთ და იგივეა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იზოტროპიულობაზე არა მაგ ლაპარაკი, მაგ იმაზე, რომ ჩვენ ხო ერთი სამყაროს თვალსაზრისით ერთ წერტილში ვართ ფაქტიურად, ხო? ამას ვღებულობთ სხვადასხვა მხრიდან. იზოტროპულობაც მეორე მომენტია, ასევე ეს გამოსხივება ასევე ძალიან იზოტროპულია და ასევე ძალიან ერთგვარო, ორივე თვისება ახასიათებს. ეს ინფლაციური მოდელი ამას ხსნის ავტომატურად, ინფლაციური პერიოდი, რატო? აი ამის გამო. იმიტომ რომ ეს ისახის, რომ სინამდვილეში ეს უბნები ერთმანეთთან იყვნენ მიზეზშედეგობრივ კავშირში, მაგრამ ეს მთელი უბნები ერთი წერტილიდან არიან წამოსული. და ამიტომ არის ფანტასტიკურად ერთგვაროვანი რელიქტური გამოსხივება. და ის 1/1,000,000-ი გადახრაც, 1/100,000-ი გადახრაც გამოთვლადია. ეს ზუსტად არის იმ ხმაურის გამო, რაც მე ვახსენე. აი ხმაური რო იყო, იმან გამოიწვია ის, რომ ეს გადახრა არსებობს ამ სპექტრში. და შესაბამისად გამოცვლადი გადახრაა. ანუ ეს ძალიან სურათს იძლევა. ესე იგი, აღარ გელას კითხვას დაუბრუნდები, მე ერთადერთი ჩვენ არ ვიცით ზუსტად როდის მოხდა ეს გადაცხელების პერიოდი, იმიტომ რომ იმდენად ეს პარამეტრები, რაც მე ვახსენე, აი ეს დაკვირვების ეს შედეგი, პრინციპში ძალიან ის არის, ძალიან ბრმა არის იმის მიმართ კონკრეტულად რამხელა იყო ტემპერატურა. იმიტომ რომ ეს ტემპერატურის უზარმაზარ მარჯინზე სურათი იქნებოდა ზუსტად ერთ და იგივე. ამიტომ ესე იგი, ჩვენ პრინციპში არ ვიცით, ჩვენ ვიცით ეს, იმიტომ რომ ამას ვაკვირდებით, მაგრამ არ ვიცით ზუსტად რამხელა იყო ტემპერატურა გადაცხელების მერე, არ ვიცით რა პრეისტორია აქვს აი ამ ფაქტორს. იმიტომ ბატონო? არაფერში. არაფერამდე ეს რო დავანებოთ თავი. უკვე როდესაც სამყარო მატერიალიზდა, ხო? შეიძლება ეს პერიოდი ყოფილიყო უსასრულო, არ ვიცი, 100,000 იფოლდინგი ყოფილიყო, ან მილიონი, ან ნუ არანაირად შემოსაზღვრული არ არის. ეს მომენტია. ესე იგი, ეხლა მივედით იქამდე, რომ ამ დარჩენილ დროში, ეხლა მივედით ამ ეტაპს. ეხლა მე ვახსენე, რომ აქ დღესდღეობით საერთოდ კოსმოლოგიურმა მეცნიერებამ ძალიან მაგარი პროგრესი განიცადა ბოლო 10 წლების განმავლობაში. რა, ესე იგი, ფაქტიურად ეს ჩამოყალიბდა როგორც ექსპერიმენტული მეცნიერება და ასევე ერთი სურპრიზი მოგვიმზადა, ძალიან დიდი აღმოჩენა, რომ აი ეს ამ ეტაპში შევდივართ ისევ. ესე იგი, რა გამოვიდა, რომ ეს დროებითი გავიარეთ გადაცხელება და ეხლა ისევ ექსპონენციალურად ფართოვდებით. პირველი იყო აი ვაკუუმის ენერგია. ხო, ეხლა ეს რის ხარჯზეა? რის ხარჯზეა, საიდან გაჩნდა? რა იწვევს ამის? ეხლა ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ალტერნატივაა. ერთი ალტერნატივა არის ის, რომ დაუჯეროთ ისევ ეინშტეინის თეორიას შორმანძილებზეც. ხო? ესე იგი, მუშაობთ აი ამ განტოლების ფარგლებში, ფრიდმანის განტოლებას. ესე იგი, ფრიდმანის განტოლებას თუ უჯერებთ ჩვენ, ხო, თუ ვიძახით, რომ მას მერე რაც გადმოვედით აქ, ეს ფრიდმანის განტოლება სულ უფრო და უფრო კაი მიახლოებაა.
მაშინ არჩევანი არ არის. მაშინ ნიშნავს, რაც თქვენ გახსენეთ, ზუსტად ისე ეგ არის, რომ ვაკუუმის ენერგია ისევ. ესე იგი ის ყინული, რომელიც მაშინ იყო, ბოლომდე არ გამდნარა. რაღაცა პატარა ნარჩენი დარჩა და ბოლო-ბოლო, როდესაც ეს გაზი გაუხშოვდა, ეხლა ისევ ის ყინულის ენერგია დარჩა, იმიტომ რომ გაზი გაუხშოვდა და ის ყინული დარჩა, ხო? ეხლა ისევ იმ ეტაპში შევდივართ. მაგას გაცხელება იქნება კვლავ. ხო, ეგ არ ვიცით. მაგის თქმა შეუძლებელია. თეორია რასაც არა, თეორიაში შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. მაგას თეორია ამ დონეზე წინასწარმეტყველება მაგას ვერ გეტყვის. არ ეწინააღმდეგება შემდეგი გადაცხელება თეორიას, არ ქონა გადაცხელებისაც არ ეწინააღმდეგება თეორიას. არა, თუ გადაცხელება არ იქნება ეს გაფართოება ექსპონენტური რამდენი სულ მაშინ სულ იქნება. ხო, მაშინ სულ იქნება. ეხლა ამას ქვია ეგრეთ წოდებული შავი ენერგიის, ბნელი ენერგიის ჰიპოთეზა. ესე იგი, ბნელი ენერგია არის აი სუბსტანცია, რაც არის სამყაროში. ეხლა ეს რო არის, ეგ ფაქტია, მაგას ვერ გავექცევით. 70% არის. ხო? საკითხი იმაზე მიდის, რა არის ეს? ამისი ბუნება რა არის? ამ ბნელი სუბსტანციის ისტორია რო არის, ეგ ფაქტია, მაგას ვერ გავექცევით. ესე იგი, ერთი არის, რომ ეს ვაკუუმის ენერგიაა. თუ ვაკუუმის ენერგიაა და ისა გადაცხელება კიდე არ მოხდა, ესე იგი, ის ყინული არ გადნა. მაშინ ეს სამყარო სულ გაფართოვდება. და გუშინ იყო აქ რაღაც კითხვები, მაგ შემთხვევაში როგორ, ეხლა მე ხალხი ფიქრობს დაუშვათ. ეს რა თქმა უნდა, ეგ შორეული მომავალია უკვე. ჩვენ მით უმეტეს აქაც გაცილებით უფრო აქტუალური პრობლემები გვაქვს, მაგრამ ძალიან შორეული მომავალი ჩვენი სამყაროსი, მაშინ ესე იტნაირი იქნება, რომ ჩვენი გალაქტიკა ან რამდენიმე მეზობელი შეიძლება კიდე დავრჩებით მარტო, თლიანად აი ამ თელ ხაბლის სფეროში. გაფართოების გამო, იმიტომ რომ გაუხშოვება მოხდება, ეს გალაქტიკები გავლენ, დავრჩებით მარტო, ჩვენი გალაქტიკა იქნება მარტო. მე ეხლა იქ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო კითხვებია თავისთავად, რა მოელის დაუშვათ ცივილიზაციას ესეთ შემთხვევაში. შეიძლება თუ არა პრინციპში ცივილიზაცია იარსებოს ერთი გალაქტიკის პირობებში. რა თქმა უნდა ძალიან დიდხან შეუძლია იარსებოს, მაგრამ შეიძლება თუ არა უსასრულო დრო იარსებოს. გასკვია ძალიან დიდი. დიდხანს სანამ არ ამოწურავს ხო, იმისათვის რომ თქვათ რომ რას ნიშნავს ძალიან დიდხანს, უნდა განმარტოთ რას ნიშნავს ცივილიზაციის არსებობა. ცივილიზაციის არსებობა ნიშნავს მოაზროვნის არსებობას, ხო? ხო. ესე იგი, მოაზროვნე ობიექტმა რო იარსებოს უსასრულო დროს, მაგალითად ერთ-ერთი მოხერხებული განმარტება არის, რომ კონდეს უსასრულო ბევრი აზრები. ხო? ანუ თითოეული აზრი არის რაღაც ინფორმაციის პროცესირება. ესე იგი, უსასრულო ბიტები ინფორმაციის პროცესირება უნდა გააკეთოს. უსასრულო ბიტების ინფორმაციის პროცესების გაკეთება შეუძლებელია თუ მთელი ენერგეტიკული ბიუჯეტი ერთი გალაქტიკაა. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული ბიუჯეტი ერთი გალაქტიკის ძალიან დიდია. ლაპარაკი გვაქვს ახლა ჩვენ მეგადროებზე, მაგრამ უსასრულობა მაინც არ არის. ეხლა ძალიან ჭკვიანი ხალხი, არა ამის დრო არ არის სამწუხაროდ აქრომანზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ხალხი ერთობა ამ საკითხით და მაგალითად სვავს ესეთ კითხვებს რა, რომ აი მაგალითად შეიძლება თუ არა აქედან მაინც გამოსავალი იპოვოს ადამიანმა. აი მაგალითად გაწელოს ეს თავისი აზრები უსასრულო დროის ინტერვალზე. ეხლა ერთი შეხედვით მარტივია, რომ თითქოს რატომაც არა, იტყვი რომ რატო არ შემიძლია გავწერო, მაგალითად დავიძინებ, იგი რა ქვია, კართულად